მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და რას. დღეს გავაკეთებთ გაშლას ორ პოზიციაზე. დავალაგებ ახლა მე პოზიციებს. პირველი და მეორე. ირჩევთ პოზიციას ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით და თუ მალე ვერ არჩევთ, შეგიძლიათ ვიდეო დააპაუზოთ და როდესაც არჩევთ, შემდეგ განაგრძოთ ვიდეოს ყურება. ასე ვისაც გსურთ პირადი კონსულტაცია, შეგიძლიათ მესენჯერში მომწეროთ, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. დავიწყოთ პირველი პოზიციით და ვნახოთ ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და რას. აქ პირდაპირ მოდის მამაკაცის ენერგია, რომელიც შესაძლოა ახლა უკვე სხვა ურთიერთობაში იმყოფებოდეს და ეს იყოს წარსულის ადამიანი, რადგან მას უკვე რაღაც მიღწევა აქვს, ანუ თქვენთან ურთიერთობის შემდეგ რაღაც დრო გავიდა და მის ცხოვრებაში რაღაცები შეიცვალა. შეიძლება ეს იყოს პირადი ურთიერთობის მხრივ, მაგრამ ეს ადამიანი ისევ ფიქრობს თქვენზე. შეიძლება იყოს ეს ადამიანი მიწის სტიქიის წარმომადგენელი, მაგრამ ზოდიაქოს დიდად გადავწყვეტ მნიშვნელობა საჯარო გაშლებში არ აქვს, უბრალოდ ზოგიერთ თქვენთაგანისთვის უფრო მიმანიშნებელი ფაქტორი რომ იყოს. და შეიძლება აქ მიგვანიშნებდეს კიდევ ეს არკანი იმ ფაქტორს, რომ ამ ადამიანთან ურთიერთობის დროს თქვენი შეხედულებები ბევრ რაღაცაზე შეიცვალა. ანუ შეიძლება ფიქრობდით, რომ აბსოლუტურად სხვანაირ სცენარს და აბსოლუტურად სხვანაირი სასიყვარულო ურთიერთობა განვითარდა, როდესაც მასთან კონტაქტობდით ან ურთიერთობაში იყავით. კარგით, აბა ვინ ფიქრობს თქვენზე კიდევ? უფრო კარგად რომ ვნახოთ. და რას? აქ ნამდვილად არის პიროვნება, რომელიც არის წარსულიდან. ახლა ამ პიროვნებასთან ურთიერთობა არ გაქვთ. ეს ადამიანი შეიძლება იყოს ძალიან მატერიალისტი, თავის კარიერაზე ორიენტირებული და შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში თავისი კარიერაზე მეტად ორიენტირებული იყოს, თუ როგორ შეიქმნას კომფორტი ნაკლებად შრომატევადი გზების ხარჯზე. შეიძლება აქ ზოგიერთ თქვენთაგანის შემთხვევაში იყოს ადამიანი, რომელსაც უყვარს ცოტა სხვის ხარჯზე ყოფნა, მაგრამ ისეთი იმიჯი გქონდეს, რომ ძალიან საქმიანი არის, მაგრამ როდესაც კარგად დავუახლოვდით, მიხვდით, რომ უფრო მეტად ეს არის ნიღაბი და უფრო სხვა ადამიანების მიღწევების ხარჯზე არის მისი სახელი. ან შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც თვითონაც ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ გარშემოც სულ ისეთი ხალხი ყავს შემოკრებილი, რომლებიც რაღაცაში გამოადგებიან და კარიერულად წინ წაწევენ. აი ესეთი პიროვნება ფიქრობს თქვენზე ძალიან ბევრს და რატომ ფიქრობს და რა ფიქრებს, ხო, რას ფიქრობს თქვენზე, რომ თითქოს თქვენზე არაფერი აღარ იცის ამ ადამიანმა, სად ხართ, ვისთან ხართ, როგორ ხართ, შეიძლება დაბლოკეთ, შეიძლება თქვენი გზები აბსოლუტურად ძალიან რასაც ქვია, პირდაპირ მნიშვნელობით გაიყო, თქვენ სხვა ქალაქში ხართ, ის სხვა ქალაქში, ან თქვენ სხვა ქვეყანაში გადახვედით, ის სხვა ქვეყანაში და რაღაცნაირად უნდა რომ თქვენი საკონტაქტო თქვენი საკონტაქტო მოიძიოს, ოღონდ პირდაპირ გზით არა, შეიძლება ახლა ფიქრობთ, რომ ხო აქვს ჩემი ნომერი, შეუძლია ფეიკით მომწეროს და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ამ ადამიანს უნდა რომ რაღაც ისეთი საკონტაქტო მოძებნოს, რომ ისე გაიგოს თქვენ შესახებ ან დაგათვალიეროთ სოციალურ ქსელში, რომ კვალი არ დატოვოს, რაღაცა ფარული მომენტი იყოს, იმიტომ რომ თვითონ ახლა თითქოს
ან თავისუფალი არ არის, ან რაღაც გარემოება აქვს ისეთი, რომ პირდაპირ ვერ გამოჩნდება. ამ პიროვნებას თქვენთან მიმართებაში აქვს დაუმთავრებელი გრძნობა, ვერ დახურა თქვენს მისამართით ვნება, შეიძლება ისევე სიზმრებით ან აქტიურად სულ შეიძლება ისეთი სიზმრები ჰქონდეს თქვენს მიმართ მოულოდნელი, თანაც შეიძლება სხვა პარტნიორი ყავდეს, მაგრამ პირადი ურთიერთობები, ფიზიკური ურთიერთობები თქვენთან ეს იზმრებოდეს, ესეც შეიძლება ჩავთვალოთ. და ეს უფრო მეტად ანიშნებს, რომ რაღაცა ნიშანი არის. ანუ ეს ადამიანი შეიძლება მინიშნებებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ან ძალიან სჯერა რაღაცა მინიშნებების სამყაროს ნიშნების და რაღაცნაირად თითქოს ისევ უნდა რომ რაღაცებში დარწმუნდეს ან თქვენი მისამართით ან გონებაში ძალიან მნიშვნელოვან ადამიანად ესახებით ის, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ უკრძალავს თავის თავს რაღაც თქვენთან ფიქრებს, მაგრამ ყოველთვის რაღაცით თავს ახსენებთ. შეიძლება თქვენ არაფერს არ აკეთებთ, მაგრამ ის ნაცნობი მუსიკა ირთვება, რაღაცა ის ფილმი ირთვება, რაღაცა ფრაზები მეორდება, ის ციფრები მეორდება, რაც თქვენ გაკავშირებდათ. აი რაღაცა მინიშნებებს ისევ სამყაროსგან იღებს და უნდა არ უნდა ისევ ეფიქრებით. აი ესეთი ადამიანი არის, მე თქვენ დაგემშვიდობებით ახლა და გადავალ მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით მეორეებო. მოდი გავიგოთ ახლა თქვენ შემთხვევაში კარტი რას გვეტყვის, ვინ ფიქრობს თქვენზე გამუდმებით და რას. აქ არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მხიარულად, პოზიტიურად, ენერგიულად დაიწყო თქვენთან კომუნიკაცია, შეიძლება ესე შემთხვევით დაიწყეთ კომუნიკაცია და ისე გამოვიდა, რომ 24 საათი წერდით ერთმანეთს, უცებ დამეგობრდით, ან დაახლოვდით, ან ძალიან კარგი საერთო დიალოგი, ან რაღაცა საერთო მისწრაფებები აღმოგაჩნდათ, რაღაცაში ძალიან კომფორტულად, ხალისიანად და ძალიან სწრაფად განავითარეთ ურთიერთობა. შეიძლება საერთოდაც ძალიან შემთხვევით უპასუხეთ მას და ამ ლაპარაკში ძალიან დათბა ურთიერთობა, ხო? მაგრამ დამოვიდა კოშკი. აქ შეიძლება იყოს ესეთი ისტორია, რომ 60 მენძილზე, თუ აი უცებ, ძალიან უცებ, ასეთი კარგი ურთიერთობიდან და კომუნიკაციიდან ადამიანი ან საერთოდ გაქრა, ან ძალიან დისტანცირდა. 3 საათის მერე დაიწყო პასუხების გაცემა SMS-ებზე, მერე მთელი დღის მანძილზე არ ჩანდა და რაღაცნაირად უცებ უკან დაიხია. ეხლა შეიძლება მითხრათ, რომ თუ ჩემზე ამდენს ფიქრობს და გონებაში ვარ, რატომ მოიქცა ასე. პირველ რიგში აქ არკანი არის ესეთი მსუბუქი, შეიძლება ამ პიროვნება ახლა იფიქრა, რომ მოდი გულს გადავაყოლებ, ან ახალი დაშორებული არის ვინმესთან და საერთოდ არ უნდოდა რომ რამეში გამოეყენებინეთ, მაგრამ ისე მოხდა, რომ კომუნიკაცია ძალიან კარგი გამოდგა. და მე მიხვდა, რომ არ შეიძლება, რომ ანუ მზად არ არის ახალი ურთიერთობისთვის და უბრალოდ მსუბუქი ურთიერთობა უნდა, მაგრამ თქვენ ისეთი კარგი ადამიანი ხართ, რომ მსუბუქ ურთიერთობასაც ვერ დაიცავს, იმიტომ რომ რაღაცა გრძნობები შეიძლება შემოეპარა, ან ხდება, რომ მსუბუქი ურთიერთობა, როდესაც არის 24/7-ზე ესე არ კონტაქტობენ და უფრო მეტი შეიძლება მოხდეს, რისთვისაც მზად არ არის და უცებ შეიძლება პანიკა დაეწყო, რომ არ ვარ მე ამ ურთიერთობისთვის მზად ახლა, ან პიროვნებას უნდა და რაღაც გასართობი ურთიერთობები, მაგრამ თქვენ სულ სხვანაირი ხართ და მიხვდა, რომ ამ წუთას თქვენი დამოკიდებულება ურთიერთობების მიმართ საერთოდ არ ემთხვევა. თქვენ შეიძლება მასთან უკვე ისეთი სწორად რომ გითხრათ, აი თვითონ რაღაც მსუბუქს ეძებდა, მაგრამ თქვენ ცოტა სხვანაირი როლი შეიტანეთ მის ყოველდღიურობაში და უკვე ეს მსუბუქი აღარ გამოდიოდა და უკან დაიხია. ჩაიკეტა, ვერაფერი ვერ ახსნა და დისტანცირდა. რას ფიქრობს თქვენზე?
კახების დედოფალი, ნუ ფიქრობს, რომ საოცრად კარგი ადამიანი ხართ, ულამაზესი, უკარგესი, ქარიზმატული, ენერგიით სავსე, სიცოცხლე გიხარიათ. რასაც მოისურვებთ, ყველაფერი გექნებათ, მაგრამ თვითონ არ არის მზად რაღაცებისთვის, რის გამოც არ უნდა რომ თქვენი რესურსი გამოიყენოს ბოროტად ან რაღაცაში ტყუილი იმედები მოგცეთ და ფიქრობს, რომ არასწორ დროს, არასწორ ადგილას შეხვდით ერთმანეთს და ამ შემთხვევაში წითელი დროშა თქვენ არ ხართ, არამედ ის არის და აღიარებს, რომ თქვენ მის ცხოვრებაში ისეთ დროს გამოჩდით, რომ ფიქრობს, რომ შეიძლება თქვენაირი ადამიანი საერთოდ აღარ გამოჩნდეს მის ცხოვრებაში, მაგრამ ახლა რაღაცებისთვის მზად არ არის. ეს არის ტრამვული ფონი, როდესაც ადამიანმა დაიწყო ხალისით და მერე უეცრად დეპრესიამ შემოუტია, იმიტომ რაღაცებისთვის მზად არ არის. და ხდება, რომ შეიძლება თქვენი ეს მხიარული განწყობა გადააქციოს ძალიან უხასიათო სიტუაციაში და არ უნდა რომ თქვენში გააღვიძოს რაღაც ისეთი ბნელი მხარე, რომელიც ან დაამარცხეთ, ან ჯანსაღ ურთიერთობებში საერთოდ არ არის საჭირო. ყოველ შემთხვევაში აქ არის თავშეკავება იმისთვის, რომ უკან დაიხია, მაგრამ თქვენზე მაინც ფიქრობს, მაგრამ ხდება, რომ ამ წუთას ეს გამოსავალი ყველაზე სწორია, არ ვიცი, შეიძლება თავისი გადმოსახედიდან არის, თქვენ შეიძლება სხვა აზრი გქონდეთ მასთან დაკავშირებით, მაგრამ ის ფიქრები დღეს ასეთია. მე დაგემშვიდობებით, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.